მიუხედავად იმისა, რომ 4500 ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც გზის გადაკეტვის დაბრალება, საერთოდ არ გაკვირვებია გელა ხასაიას აცხადებს, რომ ამ საქმეში არის ძალიან ბევრი უზუსტობა, მათ შორის ის და მისი ადვოკატი გადაჭრით ადასტურებენ იმას, რომ ამ მოწმე პოლიციელების ჩვენებები აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და თქვენს, რომ ეს არის სრულიად სრულ ჩვენებები, რაც სიმპტომატურია ამ რეჟიმისათვის და აცხადებენ, რომ ეს არის ზუსტად ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქართული ოცნების სახე. გარდა ამისა, ძალიან ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სანამ დაიწყებოდა ხასაიას ეს პროცესი, რომელიც უკავშირდება 2024 წლის 4 დეკემბერს, რა დროსაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში ჩატარდა რეიდი და მას სწორედ იმას ედავებოდნენ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებაში უშლიდა ხელს ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს. სწორედ აი ამ პროცესის დაწყებამდე მას ჩაბარდა კიდევ ერთი ჯარიმა, ეს არის დღეს უკვე მეორე ჯარიმა და უკავშირდება გზის გადაკეტვას. ხასაია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უკვე უკავშირდება აბსურდის თეატრს და ცდება ყოველგვარ მოლოდინს, თუმცა ამ რეჟიმისაგან მაინც აღარაფერი აღარ არის მოულოდნელი. დღეს ვიყავი მორიგი ცირკის მომსწრე, იმიტომ რომ მოწმე პოლიციელებმა რაც ისაუბრეს, რადიკალურად განსხვავებული მტკიცებულება იყო ვიდეოში. ოღონდ სასაცილო ის არის, რომ ზუსტად ჩემი Facebook ლაივი აქვს მოტანილი, შესაძლოა ჩემს საწინააღმდეგო და მეც იგივე ლაივი მაქვს მოტანილი, ოღონდ ჩემს დასაცავად, ჩემი თავის დასაცავად და ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ნიკა გვარამიასთან ახლოსაც კი არ ვიმყოფები, როცა მას აკავებენ და ამავე ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, როცა ერთ-ერთი პოლიციელი მეუბნება, რომ უკან გავიწიო, მე ვიწევი უკან და მე მეუბნება, რომ ხო მან დიდექი. თუმცა ამის მერე მომმართავს რაღაცა ძველ ბიჭური სიტყვებით ბიჭოებს მეძახის და რაღაცებს და რაზეც მეუბნები თქვენობით უნდა მომმართოთ თქო, ამაზე ბრაზდება და შემდეგ მაკავებს. ანუ ეს ყველაფერი მოსამართლედ ნახა, თუმცა სანქციებულ მოსამართლეს არ აინტერესებს რეალური ამბავი, მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ გაახაროს რეჟიმი. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქ უბრალოდ სამართალს ვერ ვიპოვნით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე მოსამართლე პოლიციელებთან ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს ხსნიდა. თუ არ ხსნიდა როგორც მოსამართლე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ცდილობდა მინიშნებები მიეცა პოლიციელებისთვის და მათთვის აერიდებინა პასუხების გაცემა. ამას მოყვა უკვე ჩემი პროტესტი და შემდგომ დაჯარიმება. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ბრალდების აბსურდულობაზე აკეთებს აქცენტს, არის მარიამ საჯაია. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მისი პროცესი. საჯაია აცხადებს და ასევე ამას ადასტურებს მისი ადვოკატიც, რომ ის არც ერთხელ არ ყოფილა გზის გადაკეტვის ინიციატორი და გარდა იმისა, რომ გზა ისედაც ბუნებრივად იკეტება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, მაინც თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ვერც ერთი ხელსაყრელი, ვერც ერთი სარწმუნო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ. მის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ ის ფოტოები, რომელიც საქმეში არის, წარმოუდგენლად აბსურდული, რადგან ეს არ ასახავს მის მიერ გზის გადაკეტვის ფაქტებს, მან სცადა დაესაბუთებინა საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რაში შეიძლება მდგომარეობდეს გზის გადაკეტვის არსი, ამიტომ ისევე როგორც წინა შემთხვევებში მარიამ საჯაიაც ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ აქტიური მოქალაქეები განეიტრალოს და არ მისცეს პროევროპულად განწყობილ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის პროტესტების საშუალება. 16 იანვარზეა საუბარი, უკვე რაღაცა თვენახევარი იყო გასული, მას შემდეგ რაც პერმანენტულად ყოველღამე იკეტებოდა რუსთაველი და ეს არ ყოფილა ახლა რომ რაღაცა მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მოდით ხალხო რუსთაველი გადავკეტოთ. იყო ერთ-ერთი მორიგი 65 თუ რაღაცა დღე, როდესაც რუსთაველი იკეტებოდა საღამოს 8 საათზე. მედი მაქვს რომ არ იქნება ჯარიმა. ეს არის ჩემთვის უპირველესი, რომ ჩემივე ხელით არ მოხდეს დაფინანსება ძალადობრივი რეჟიმის და ბიუჯეტის შევსება ჩვენი იმ ადამიანების მიერ, ვინც პროტესტს გამოვხატავთ ამ რეჟიმის მიმართ. მომენტალურად იქ შეუძლიათ რეაგირება, გაფრთხილება შეუძლიათ. არა, უბრალოდ მიზანი არის, რომ რაღაცა ფინანსურად დაგვეწმენ ახლა და მაქსიმალურად რაღაცა ბიუჯეტი შეავსონ, მე იმისთვის, რომ ისევ ეს თანხა გამოიყენონ ჩვენზე ძალადობისთვის. ზუსტად ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასევე 500 ლარით დაჯარიმდა გიორგი კონდახაშვილი, მას ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან, ოღონდ ეს ხდება დეკემბერში, როდესაც ის მსვლელობას მიყვებოდა სტუდენტებთან ერთად. ჩვენ კი ზუსტად ამ წუთებში ველოდებით იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მარიამ საჯაიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ როგორც საჯაიას, ისე ხასაიას კომენტარები და წინა შემთხვევების მსგავსად ისინიც აცხადებენ, რომ გზის გადაკეტვის ბრალდებით ახლა აქტიური მოქალაქეების გაჩუმებას ცდილობს ქართული ოცნება.